ყულევის სპორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციების მეოცე პაკეტში შესაძლოა საქართველოს ყულევის სპორტით შეიყვანოს. მედიის თანახმად, სანქციების მეოცე პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად მოთხოვნილია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 43 გემის სანქცირება, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზით დატვირთული ტანკერებისათვის ტექნიკური მომსახურების სერვისების აკრძალვა, რუსეთსა და მესამე ქვეყნებში 4 კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა. სწორედ ამ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის სპორტი. სანქციების საჭიროება კი დოკუმენტში ასია დასაბუთებული. ყულევის სპორტი გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში, ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას. წერია დოკუმენტში. ქართული ოცნების პრემიერი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ამ თემაზე ევროკომისიას დეტალური ინფორმაცია წარუდგინონ. ჩვენ მზად დეტალური ინფორმაცია წარუდგინოთ ევროკომისიას კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. მზად რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ესეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას. 2025 წლის ოქტომბერში რუსულმა საგამოძიებო პლატფორმა პროექტმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებს შორის სავარაუდო კავშირები გაასაჯაროვა. ამ მასალების მიხედვით ობიექტის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნეს პარტნიორები ჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის ნავთობისა და ლოგისტიკის სექტორის იმ კომპანიებთან, რომელთა ბრუნვა მილიარდებს აღწევს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ასათიანის პარტნიორის ოჯახის ერთ-ერთი წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარის სამმართველოს, გრუს ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს.